უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალობა, რა საფრთხის მატარებელია ეკოლოგიურად, რა საფრთხის მატარებელია ჩვენი ძველი თბილისის მოსახლეობისთვის, სოლოლაკის თაწმინდის რაიონის მოსახლეობისთვის ეს კონკრეტული პროექტი მისი მშენებლობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროა მართლაც რომ ისევ ხდება პროექტების მიღება, დამტკიცება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, ამიტომაც ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებას, ყველა ტრიბუნას იმისათვის, რომ საზოგადოებამდე მივიდეს პირველ რიგში ინფორმაცია ამ საფრთხეების და გამოწვევების, რომელიც ახლავს ამ პანორამა თბილისის პროექტს. ჩვენთან მოვიდნენ არასამთავრობოები, გთხოვეს შეხვედრა სწორედ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს თბილისში, აი ამ გრანდიოზულ მშენებლობებთან დაკავშირებით და მათ შორის პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით და ასეთმა გაუაზრებელმა მშენებლობებმა მოიტანა 13 ივნისი. ამიტომ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სპეციალისტების, საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი პროექტების განხორციელება არ შეიძლება, ეს უშუალოდ ეხება ყოველ ჩვენგანს, ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს და ამიტომ ვისაც გვინდა ცხოვრება, ვისაც გვიყვარს ეს ქალაქი, უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი გაუაზრებელი და გრანდიოზული პროექტები არ განხორციელდეს, ვერ განხორციელდეს ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ყველა სპეციალისტის მიერ დასკვნები არ იქნება დადებული. ბრძოლა უნდა იყოს კომპლექსური, ეს არ უნდა იყოს მარტო სამოქალაქო ბრძოლა, ისევე როგორც ეს არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ბრძოლა და მარტო სამართლებრივი ბრძოლა. ეს თუ ერთ-ერთი ჩამოაკლდება, ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ შედეგს. ჩვენ ხვდებით ყველა პოლიტიკურ პარტიას აბსოლუტურად განვრჩევლად და ვესაუბრებით ამ თემაზე. ეხლა მითის მსჯელობა იმაზე თუ რა გაკეთდეს, ორ დღეში იწყება სამოქალაქო აქტივიზმი, ეხლა ვსჯელობთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ამას ჩაერთოს პარლამენტი, საკრებულო, მერია, ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ამას ჩაერთონ ერთეული პოლიტიკური ძალები. ერთ-ერთი ძირითადი ბრძოლა უნდა იყოს ჩემი აზრით საგანმანათლებლო ბრძოლა, იმიტომ რომ ადამიანებმა, ვინც ორჭოფობს, უნდა აშენდეს თუ არა, გაითავისონ თუ რამდენად საშიშია პანორამა თბილისის აშენება თბილისისთვის. საშიშია როგორც ისტორიული ნაწილისთვის, საშიშია ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ არ არის გეოლოგიური კვლევები, არ არის სატრანსპორტო კვლევები, ეს გამოიწვევს ქალაქის კოლაფს, ეს გამოიწვევს ქალაქის სახის დაკარგვას და ამას ყველაფერს სჭირდება პროფესიონალების მიერ კარგი და ძალიან ხარისხიანი მიწოდება. ეს უნდა გაჩაღდეს დიდი კამპანია, რომ მოქალაქეებმა გაითავისონ თუ რას ვებრძვით და არ იყოს იმაზე ეჭვი, რომ ვიღაცა იბრძვის იმისთვის, რომ აიღოს გრანტი, ან ვიღაცა იბრძვის იმისთვის, რომ დაიწეროს პოლიტიკური ფულები. ეს არის ბრძოლა ქალაქის და ჩვენი შთამომავლობის გადასარჩენად. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სახელმწიფოში, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი ხედვა ჩვენს ქვეყანაში და რომ საპირწონედ განიხილება ისეთი ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი სფეროები, როგორც არის კულტურული მემკვიდრეობის განვითარება და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება. ნაცვლად იმისა, რომ ეს და ასევე სოციალური განვითარება, ნაცვლად იმისა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის განვითარება განიხილებოდეს ერთიან სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში, ხდება აი ამ ცნებების საგანგებო დაპირისპირება ცალკეული ინვესტიციების მოზიდვის საბაბით. და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ამიტომაც რეალურად ვიცით, რომ მაინც საბოლოოდ რაღაცა ჩურჩუმელად თუ სპეციალური ფორმის თანამშრომლობის, რომელიც ასეთი ტიპის პრობლემას შეეხება.